ჩვენი შეხვედრის პირველი თემა იქნება როგორ შეგვერდით ლიტურგიის განმარტება. ევქარისტია არის ბერძნული სიტყვა, სკამები უნდა შემოიტანოთ და დასწრეთ. არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მადლობას. საბერძნეთში თუ მოხვდებით ვინმე და საჩუქარს გადმოგცემენ, ასე უნდა უთხრათ ევხარისტოს პარაპოლი. ხო და ეს ნიშნავს რომ მადლობას უხდით ადამიანს. ესე იგი ევქარისტია არის მადლიერების მსხვერპლი. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ რომ მსხვერპლშეწირვა რატომ გახდა საჭირო. ცოდვით დაცემამდე სისხლიან მსხვერპლშეწირვას არ აღასრულებდა ადამიანი. ცოდვით დაცემამდე მას ჰქონდა ესე იგი უფალთან პირდაპირ ურთიერთობა მინდა გითხრათ, უფალი მას ეძრახებოდა და უფლის ესე იგი ნებას ის იგებდა ისე რომ სამეთყველო ენაც კი არ სჭირდებოდა ერთმანეთთან ადამიანსა და ღმერთს ამ შემთხვევაში, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდგომ ყველაფერი შეიცვალა, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება ითქვას რომ უკუღმა დატრიალდა, იმიტომ რომ იქ ბრძანება პირდაპირ უფლისა რომ აი მიწამ უნდა მოაცემოს უკვე ეკლიანი, იქ რაღაცა ცხოველები გაველურდნენ და თუ აქამდე ესე იგი თვინიერი იყოს ყველა ადამიანის მიმართ რაღაცა ადამიანს გაუუცხოდნენ, იმიტომ რომ იგრძნეს რომ ადამიანში რაღაცა ისე ვეღარ არის როგორც უნდა იყოს. თუმცა კი დღემდე ინარჩუნებენ მაინც თქვენ თუ დააკვირდებით, ყველა ცხოველს ადამიანის ეშინია. როგორი ძლიერი ცხოველიც არ უნდა იყოს. აი მონადირეებთან გამოცდილებით შემიძლია გითხრათ ასეთი რამ, რომ როგორი ძლიერი, მაგალითად დათვი, როგორიც ახლა ადამიანს თავისუფლად მოერევა, ერთს კი არა 10 კაცს მოერევა, რომ ხელით შეებარს ესე ადამიანი, ხო? ისიც კი თუ კი ხედავს ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წარმორჩილი ადამიანი იყოს, ეცდება ყველანაირად რომ გაიქცეს მისგან. თავდასხმას იმ შემთხვევაში შეეცდება თუ კი სხვა გამოსავალი არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ ბრძანება აქვს პირდაპირ, აი რაღაცა კოდი არის მიცემული, გენეტიკური კოდი მასში ჩადებული, რომ იცის რომ ადამიანს უნდა ემორჩილებოდეს. მაგრამ ეს ისა არეულობა იწვევს ამ ცოდვით დაცემა. ეხლა მე სხვა თემაზე გადავერთე მართალი გითხრათ და არ გაგვიტაცოს ესე სხვა თემებზე ლაპარაკება, შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ჯობია ამას სხვა დროს დავუთმოთ, როდესაც გვაქვს ლაპარაკი ევქარისტიაზე, უნდა ვილაპარაკოთ ევქარისტიაზე. მე გადავწყვიტე ასეთი რამ, რომ გითხრათ პირველ რიგში რა არის სადღეღამისო მსახურების ციკლი. დღე იწყება, ჩემ კალიგრაფიაზე არ დამცინოთ, ესე იგი დღე იწყება პირველი რაც არის, ეს არის მწუხრი. მწუხრი არის ახალი დღის დასაწყისი, რომელიც იწყება 18 საათზე. ახლა ამას რატო გიწერთ, იცით რომ თქვენ იცოდეთ რა არის ღვთისმსახურებაში, ესე იგი, აი ესეთი ყოველ 3 საათში ერთხელ იკითხება ლოცვა. აი იწყება ახალი დღე და ახალი დღიდან დავიწყებთ ჩვენც. 18 საათზე იწყება მწუხრი. მეორე არის სერობა, რომელიც იწყება 21 საათს. მერე არის შუაღამის ჟამნი, რომელიც იწყება 24 საათზე. ამის შემდგომ არის ცისკარი, რომელიც იწყება 3 საათზე. ამის შემდგომ არის პირველი ჟამნი, რომელიც იწყება 6 საათზე. მესამე ჟამნი იწყება 9 საათზე. მეექვსე ჟამნი იწყება 12 საათზე და მე-9 ჟამნი იწყება 15 საათზე. აი ეს არის სადღეღამისო ციკლი ღვთისმსახურებისა. არის რაღაცა წლიური ციკლი, როდესაც სხვადასხვა წიგნები იკითხება, მაგრამ აი, როდესაც სამონასტრო ტიპიკონზე ვლაპარაკობ, ჩვენ ახლა უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან რა არის საერო
მსახურება და რა არის სამონასტრო მსახურება. მონასტრებში ძირითადად ასე აღესრულება. იშვიათად, მაგრამ რაღაცა მსახურებები შეიძლება გადააბან ერთმანეთს. აი მაგალითად შეიძლება შუაღამის ჟამნი მოაბან, საწერია, შუაღამის ჟამნი მოაბან სერობას, იმიტომ რომ 10 საათზე დაიძინონ, რომ 3 საათზე ცისკარი დაიწყონ. ან 4-ის ნახევარზე. ვთქვით, ანუ რაღაცა მსახურებები შეიძლება ერთად ჩაატარო. მაგრამ ძირითადად ასე არის. ერში ბუნებრივია ამ ტიპიკონით ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. სხვათა შორის უწმინდესმა გააკეთა ეს. როდესაც 7 გზის ლოცვები დაგვიწესა ჩვენ. 7-ჯერ რომ ლოცულობ დღეში, დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე რო არის. ამ პრინციპზე არის აწყობილი ეს 7 გზის ლოცვები და ის ფსალმუნები გამოყენებული არის იქედან. აი მაგალითად, დილის 9 საათზე, რომელი იკითხება პირველი ჟამნი წესით, ხო? ისა მესამე ჟამნი. იკითხება დილის 9 საათზე. დილის 9 საათიან მაშინ რომელი ფსალმუნია? 50. 50 ფსალმუნი არის 9 საათიან ჟამში. 12 საათზე იკითხება მე-6 ჟამნი. მე-6 ჟამში რომელი ფსალმუნია? 90 ფსალმუნია. აი ამ პრინციპზე აქვს აგებული უწმინდეს სწორედ ეს 7 გზის ლოცვები, რომელიც მან შემოიტანა და მინდა გითხრათ, რომ თვითონ თავის თავმდაბლობით, რა თქმა უნდა, თორემ მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამაში, ამბობს, რომ ამაზე დიდი არაფერი არ გამიკეთებია ცხოვრებაშიო, რომ ჩვენ ესე იგი შევძლებითო, რომ ესე ერთიანდებით ყველანი ამ ლოცვებშიო და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასარგებლოა ეს ლოცვები და თქვენც თუ მიეჩვევით ამას, რაღაცა თქვენი გონება ისე, რომ სადაც აღარ დახედავთ ხანდახან, ისე შეიძლება ამბობდეთ აი ამ ლოცვებს. ეხლა რატომ გიხსნით ამას? ეს ყველაფერი ჩამოგიწერეთ ეს ჟამნები, მაგრამ არსად აწერია წირვა. საწერია აქ რომ თქვათ ევქარისტია რომელზე უნდა შესრულდეს. სინამდვილეში არწერია და მოცემულობა არ გვაქვს რომელზე უნდა შესრულდეს ევქარისტია. ევქარისტია შეიძლება შესრულდეს ღამის 12 საათზე, როდესაც ჩვენთვის იწყება ახალი დღე. ევქარისტია შეიძლება შესრულდეს მწუხრს მოებას, იმიტომ რომ დიდ მარხვაში ჩვენ ასეთი მსახურებები გვაქვს და ამას თავისი ისტორია აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ესე რომ დილით ლოცულობთ ცისკარს, აი დიდ მარხვებში გვაქვს ესე. დამაბნეველად ხო არ ვლაპარაკობ რა. დიდ მარხვებში გვაქვს დილას ვილოცეთ ცისკარი, ცისკარს მოვაბით პირველი, მესამე, მე-6, მე-9 ჟამნი, მე-9 ჟამს მოვაბით მწუხრი, ანუ დავიწყეთ ფაქტურად ახალი დღე და მწუხრს მოვაბით ლიტურგია. ასეთ რამეს ვაკეთებთ ხოლმე დიდ მარხვაში. რაც ამ ციკლის სრული დარღვევაა, იმიტომ რომ წულს ვკითხულობთ შუადღის დაახლოებით 12 საათზე და ვაბავთ ლიტურგიას. როდესაც წუხრი საღამოს 6 საათიანი ლოცვა აქვს. ისევე როგორც ეხლა დავანებოთ მარხვას თავი და ჩვეულებრივ დღეებზე ვილაპარაკოთ. აი გუშინ როგორი მსახურება ჩატარდა. საღამოს 4 საათზე დავიწყეთ, ხო? ჩატარდა მწუხრი და მოება ცისკარი. სერობა და შუაღამიანი საერთოდ არ გქონია. მოება ცისკარი და მოება პირველი ჟამი. მაგრამ დროში ასეთია, რომ ეს რომ დავიწყეთ, თქვა, საღამოთი მე იმ დროს როცა უნდა და ნუ ახლა იქ ეს ცნობილებები მოსულია, თქვა, ეს იმას რო კითხულობ, თქვა, პირველ ჟამს 6 საათზე რომ წაიკითხავ, მას ჭირდება დაახლოებით 20 წუთი. და 9 საათამდე კი არ გრძელდება ეს, ანუ მთელი 3 საათი კი არ გრძელდება. უბრალოდ დასაწყისი აქვს, მინიშნება აქვს ესეთი, რომ ამ დროს უნდა იკითხებოდეს. და რას გულისხმობ მაშინ მწუხრს რომ მოვაბით ცისკარი, ესენი ყველაფერი გამოვტოვეთ, გადავაბით მას ცისკარი, ცისკარს მოვაბით პირველი ჟამნი, მერე დილით მოვედით დღეს, წავიკითხეთ მესამე ჟამნი, წავიკითხეთ მე-6 ჟამნი და მოვაბით მას ლიტურგია. აი ძირითადად ჩვენ ამ პრინციპზე ვართ ეხლა. ასეთი მსახურება გვაქვს, მოკლედ დადგენილი, კურთხევა გვაქვს უпростоრად. მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ რომ ის კი არა რომ ჩვენ ახლა რაღაცა წესს ვარღვევთ და რაღაცა ჩვენი მოგონებებს ვაკეთებთ. არა, ეკლესიამ გადაწყვიტა რომ ასეთი რამ გააკეთოს, რომ ადამიანებს გაუადვილოს, იმიტომ რომ მე რო გითხრათ რომ საღამოს 6 საათზე მობრძანდით იქნება მწუხრი, მერე მობრძანდით დილის 4 საათზე, იმიტომ რომ ჩავატარებთ ცისკარს, ნუ შეუძლია მონასტერში სადაც იქ ცხოვრობენ, გაიღვიძეს 3 საათზე, 4 საათზე უკვე დადგნენ ცისკარზე. შემოვიდნენ დაისვენეს, მერე 9 საათზე დადგნენ მე-9 ჟამზე, თქვათ, იმიტომ რომ ცისკარს პირდაპირ ებმება ხოლმე შესაბამისად პირველი ჟამნი და დროში ესე ნაწილდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, კურთხევა და პატრიარქმა ასე ჩავატაროთ მწუხრი და ცისკარი ერთად, საღამოთი, თუმცა კი
კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია ეს თემა, მაგრამ გამონაკლისს რატო ვაკეთებთ ამასაც გეტყვით. ამოვარდნილია, იმიტომ რომ დავიწყებ მწუხს, რომელიც გრძელდება დაახლოებით 40 წუთი სჭირდება მწუხრის წაკითხვას. დავიწყებ მწუხს და იქ იწყებს ის მღვდელი საიდუმლო ლოცვის წაკითხვას. მაინც რო იცოდეთ. აი მწუხრის პირველი ლოცვა. მწუხს აქვს 7 საიდუმლო ლოცვა, მღვდელი რომელსაც საკურთხეველში კითხულობს და დაახლოებით შინაარსი მიახლოებით უფალო სახიერო და მოწყალეო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ყურადღე ლოცვაი ჩვენი და მოხედე ხმასა ვედრებისა ჩვენისასა, ყავ ჩვენთანა სასწაული კეთილ, წარმიძეღო ჩვენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩვენ ჭეშმარიტებითა შენითა. ახარე გულთა ჩვენთა სახელისა შენსა. რატო გიკითხავთ ამ ყველა ვიდეოს კი არ წაგიკითხავთ. უბრალოდ რო იცოდეთ რომ შინაარსობრივად რა დატვირთვა აქვს ამას რომ ანუ დღე სრულდება, ახალი დღე იწყება და რაღაცა ამ საფრთხო მადლის, ესე იგი, მოწვევას ემსახურება ეს ლოცვები, რომელიც ეს პირველი ლოცვა სადიდებელია, რომ არავინ არის მსგავსი და ღმერთთა შორის უფალო, ძლიერი წყალობითა და სახიერებითა და სიმტკიცითა შეწევნათ, ნუგეშინიცემა და ცხოვრებად ყოველთა მოსალთა სახელისა შენისათ. ანუ ვითხოვთ მოკლედ აი ამ მადლს და ესეთი სადიდებელი ლოცვაა პირველ, მერე სავედრებელი ლოცვებია, თქვა დღესთან დამკავშირებით. მაგრამ ნახეთ 40 წუთში დავამთავრეთ წუხრი და მივაბი პირდაპირ ცისკარი. და ეს თქვა გუშინდელი საღამოდან გამომდინარე საუბრობთ ახლა ჩვენ, ხო? გუშინ საღამოს მოვედით, მოვაბით ცისკარი. ცისკრის პირველი ლოცვა, ანუ საღამოს კითხულობ ცისკრის პირველ ლოცვაზე შინაარსზე ნახეთ. გმადლობ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან აღმადგინე ჩვენ სარეცელთაგან ჩვენთან. სარეცელი ხო იცით რაც არის? ანუ იწყებს სამადლობელ ლოცვას, რომ დიდი მადლობა რომ საწოლიდან წამოვდექიო. და აქ ვარ ამ დროს. საწოლიდან ამ დროს წამოვდექი. მაგრამ აქ ვამბობ ამის ლოცვას. თითქოს ეს რაღაცა დროში აცდენა, მაგრამ ეს არ არის დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ ასეთი გვაქვს კურთხევა და ვაბავთ, თუმცა კი გარე გამონაკლისები, როგორც გითხარით, რომ ვთქვათ, დიდ მარხვაში შესაძლებელია, რომ წუხრზე მებოდეს ლიტურგია და მართლა მინახავს მე ესეთი პრაქტიკაში, რომ წუხრი ტარდება საღამოს და ებმება მას ლიტურგია და ცისკარი საერთოდ დილით იქნა წაკითხული, აი მონასტერში ვარ დასწრებული ასეთ ლოცვებს დამსახურებით. ამიტომ თქვენ რომ არ დაგაბნიოთ ამ იმან, რომ ლიტურგია რას შეიძლებოდა მოყვებოდეს ახლა ვიღაცისთვის როგორ ის არის, იცით, აი ისე არის ჩაკეტილი, რომ არაფრით არ უნდა გაგონება იმისა, რომ ლიტურგია უნდა იყოს დილით გეტყვის, ლიტურგია უნდა მოებას მე-6 ჟამს აუცილებლად. რატო? საღამოს წუხრს მოებას? რა პრობლემაა? თუ გადავწყვეტენ დღეს საღამოს წუხრზე ველოცეთ, წუხრისთვის ვემზადებით. და საერთოდ პირველი ლიტურგიის შესახებ თუ ვისაუბრებთ, ყოველთვის ასე იყო. ადამიანები როდის იკრიბებოდნენ ლიტურგიისთვის, იცით, საღამოთი. საღამოთი შეიკრიბებოდნენ, დასხდებოდნენ, ანუ ღამისთების ლოცვა იყო, ლოცულობდნენ, აი ახლა როგორც მე ვზივარ ესე თქვენთან ერთად ისინიც ესე ისხდნენ, ესე ყურიედო და ღვინოედო იმას რა ქვია, მოციქულს, სამოციქულო წირო ასე აღესრულებოდა. იქადაგებდა, მერე დაიწყებდა ლოცვას, ამის მერე აწევდა ამ პურს და იტყოდა, რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე იმ სიტყვებს, მერე ჭურჭელში რომელშიც ბარძიმი არ ერქვა მაშინ ღვინო ესხათ იმას აკურთხებდა, მერე ამას ესე ხელით დაამტვრევდა და ახლა იყო სხვადასხვა ტრადიცია ჩაწობით აზიარებდა პირდაპირ ესე იმით ყოველგვარი ყოფის გარეშე, ან თვითონ ადამიანები მოდიოდნენ იღებდნენ და იქედანაც თვითონ სწავლდნენ. ესეთი ტრადიციაც იყო მინდა გითხრათ რაღაცა გარკვეულ პერიოდში. ეხლა ჩვენ რომელ ლიტურგიასაც მსახურობთ, ეს ძალიან გვიანდელია. მე-4 საუკუნეში არის ესეთი სახით მიღებული ეს ყველაფერი. თორე სამოციქულო პერიოდში წირვები როგორც გითხარით იყო ესეთი ისხდნენ და ასე ხდებოდა პურის გატეხვა, როდესაც აკურთხებდნენ ისინი და გარდაქცევა ხდებოდა ღვინისა სისხლად და პურისა ხორცად. და მე-4 საუკუნეში, როდესაც უკვე ბასილი დიდმა შესწორებები შეიტანა, როდესაც იოანე ოქროპირმა შესწორებები შეიტანა, ჩვენ უკვე აი ამ სახით დღევანდელ დღეს როგორაც ჩვენ ვატარებთ ლიტურგიას, აი ამ სახით გვაქვს ეს შემორჩენილი ყველაფერი
და ეს სახით გადაეცემა ეკლესიას და აღარაფერი მას შემდგომ არ შეცვლა, თუმცა კი წინააღმდეგობები ძალიან ბევრია ხვდა ამას, თქვენ არ გეგონოთ, რომ დიდი მითი რა ქვია ოვაციებით და დაშით შეხვდნენ მათ აი ამ ცვლილებებს, წინააღმდეგები ბევრი ყავდათ, მაგრამ მათი ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო, ბუნებრივია, მსოფლიოს მოძღვრები და სვეტები ქვიათ ეკლესიისა და შესაბამისად ეს ადამიანები ამ ადამიანების აი ასეთი იყო აწლია, რომ ესეთი ლიტურგია გვაქვს. კარგი, ეხლა მას წავშლი. ეს ხომ გასაგებია, რაზეც ლაპარაკობთ ეხლა, რომ ეს არის სადღეღამისო ასეთი ციკლი. დიდი მადლობა ირინეს. ეს დაფა თვალსაჩინოებისთვის ძალიან კარგია, რომ რაღაცნაირად ესე ჩანს. რაზე ვლაპარაკობთ? ეხლა როგორია დღევანდელი მსახურების სტრუქტურა? პირველ რიგში არის პროსკომიდია. მე ესენი მაშინ დავდეთ, არ არის ნაკურთხი ეს როგორც გითხარით. ახალი ტაძრისთვის არის და ამიტომ ესე თამამატალაგია აქვს, რომ თქვენს გენახათ ახლოდანაც შეგძლებოდათ შეხება. ეს არის სეფისკვერი, მოგეხსენებათ, რომელიც დღევანდელ წირვაზე უკვე ერთი წალი იქნა გამოყენებული. ჩვენთან არის ასეთი ტრადიცია, რომ 5 სეფისკვერი გვაქვს და 5 სეფისკვერით ვასრულებთ ჩვენ მსახურებას. მაგრამ არის ტრადიცია, მაგალითად, ბერძნულ სამყაროში ერთ სეფისკვერზეა გამოკვეთილი 5 ის ნიშანი, რომელიც უნდა ამოიკვეთოს და ფეშხუმზე უნდა დაეწყოს. მე ამას ყველაფერს დაგიხატავთ, უბრალოდ იქაც რომ აღმოჩნდეთ სადმე, რომ თქვენთვის უცხო არ იყოს, იცოდეთ რომ არის ტრადიცია, რომ 5 ცალ-ცალკე ესეთი სეფისკვერი ალაგია, ან პირიქით ერთი დიდია და 5 ნიშანი აქვს ამოკვეთილი. რა ნიშნებია ეს? პირველ რიგში. მოდი დავხატავთ ეხლა ეს წარმოედგინეთ ფეშხუმის დისკოა. მოკლედ აი აქ. ესეთი ფეშხუმის დისკო. მე იდეალურად ვხატავ ესე როგორც ვწერ. ამ ფეშხუმის დისკოზე იწყება მსახურება ასე რომ ერთ სეფისკვერს აიღებს მღვდელი, აი ეს არის ლახვარი, ნუ სპეციალური ლოცვები იკითხება ყველაფერზე იქ ვთქვათ. სანამ ამასთან ახლოს მიხვალ რაღაცა იქ ჯერ შემოსვის ლოცვებია, შემთხვევის ლოცვებია, ამბიონზე კითხულობს მღვდელი. მერე უნდა შეიმოსოს, ხელი უნდა დაიბანოს, მერე მიდის ამ ყველაფერთან ამ სიწმინდეებს ემთხვევა და აი ამ ლახრით, აი ამ ესე იგი ამის საშუალებით სეფისკვერს გაჭრის 4 მხრიდან, აი ესე 4 მხრიდან უნდა ჩაჭრას და ამოიღოს შუაგული და აი ესეთი შუაგული ოთხკუთხედი უნდა დააბრძანოს აი ამ ფეშხუმის ცენტრში, რომელსაც აწერია აქ იესო ქრისტე ძლევაი. ამ ოთხკუთხედში ესე აწერია. ამის შემდგომ აიღებს შემდეგ სეფისკვერს, ნუ თუ 5 სეფისკვერით კვეთავს, თუ არა და იქ ნიშანია, რომელსაც აქვს ღვთისმშობლის ნიშანი და ასეთ სამკუთხედ ნაწილს ამოიღებს. აი ამ ეს არის ღვთისმშობლის მოსახსენებელი. ეს სამკუთხედი ნაწილი დაიდება მოკლედ მის მარჯვნივ. დაზგა მარჯვენით შენსა დედოფალი სამოსლითა ოქროს სოლკითა ესეთი ლოცვა იკითხება. აი ეს კონკრეტულად ეხლა ღვთისმშობლის არის და ერთი წალი, იმიტომ ეხლა უნდა ამოვიღოთ წმინდანთა 9 დასი. წმინდანთა 9 დასსაც ვიღებთ აქედან ესე ამას ირგვლივ შემოვაყოლებთ, უფრო წარმოიდგინეთ ესეთი სამკუთხედები რო კონდეს ამოჭრილი, აი ამ სეფისკვერს მოკლედ ამის ირგვლივ. ეს წმინდანთა 9 დასი აი ესე ნაწილდება, ესე რომ ჩანდეს თან. უყურეთ იოანე ნათლისმცემელის მოსახსენებელია პირველი. მეორე წმინდათა წინასწარმეტყველთა მოსახსენებელია. მესამე მოციქულთა მოსახსენებელია. მეოთხე მღვდელმთავართა მოსახსენებელია. მეხუთე მოწამეთა მოსახსენებელია. მეექვსე ღირსთა და მამათა და დედათა მოსახსენებელია. მეშვიდე უეცხლოდ მკურნალთა მოსახსენებელია. მერვე არის იოაკიმ და ანას მოსახსენებელი და კალენდარში რის ხსენებაც არის იმათი მოსახსენებელი და მეცხრე არის იმის მოსახსენებელი ვისი წირვაც არის. აი დღევანდელ დღეს იოანე ოქროპირის წირვა რო იყო, ესე იგი აქედანაც ჩანს შემოძვირფასება, რომ ეს ძალიან ძველი ტრადიციაა. რომ იოანე ოქროპირი მეოთხე საუკუნეში იყო და მეოთხე საუკუნემდე მაშინ როგორ კვეთავდნენ. ანუ ეს მერე დადგენილი წესია.
თუმცა კი ამ წესს რა თქმა უნდა ჩვენ პატივცემთ და მივყვებით ისე როგორც საჭიროა, მაგრამ მოციქულების დროს ბუნებრივია ესე არ იქნებოდა, იმიტომ რომ გითხარით რომ იქ ესე პურის გატეხვა ხდებოდა და ესე ზიარება. ამის შემდგომ გადავდივართ უკვე მოსახსენებლებზე. ასეთივე მეოთხე სეფისკვერს აიღებს მღვდელი, ამოიღებს პატრიარქის მოსახსენებელს და მისი მღვდელმთავრისავის ეპარქიაშიც იმყოფება, ამოიღებს ღვთივდაცული ერის მოსახსენებელს, აიღებს მეხუთე სეფისკვერს და ამოიღებს მიცვალებულთა მოსახსენებელს. აი ესეთი გახლავთ წყობა ფეშხუმზე სეფისკვერების. 5 სეფისკვერიდან ამოკვეთილი მოკლედ სეფისკვერისა. იცით რა, ეს დეტალები შეიძლება თქვენთვის ცოტა დამღლელიც იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ინფორმაციას გაწვით, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს ის რა შიგნით რა ხდება, მოკლედ ყველას აინტერესებს და ეს ლოცვები მიმდინარეობს თქვენგან დამოუკიდებლად, იმიტომ რომ ამ ლოცვებს თქვენ არ ისმენთ, პროსკომედიას მღვდელი და დიაკონი თუ ყავს აღასრულებენ მოკლედ მღვდელი და დიაკონი და ისინი ჩუმად ამ საკითხავებს კითხულობენ და ამას ყველაფერს ამზადებენ ესე როგორც ხედავთ. ამის შემდგომ იწყება უკვე მოსახსენებელი, ოღონდ ეს ლიტურგიაში შემავალი ნაწილი არ არის. ამით შენ შეგიძლია ლიტურგია დაიწყო. მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ ასეთი ტრადიცია, რომ სეფისკვერიდან უკვე ვკვეთავთ, აი აქედან საიდანაც ამოვიღეთ პატრიარქის და ღვთივდაცული ერის, ანუ მეოთხე სეფისკვერიდან ვკვეთავთ ცოცხალთა მოსახსენებლებს, ანუ ნებისმიერი თქვენი სახელის მოხსენება ხდება და აი აქედან მეხუთე სეფისკვერიდან საიდანაც მიცვალებულთა სახელი ამოვიღეთ, მიცვალებულთა მოსახსენებელს ვკვეთავთ. ასევე პატარა სეფისკვერებს, რომლებსაც თქვენ აგზავნით, ერთზე ღვთისმშობელია და მეორეზე ჯვარი გამოსახული, ხო ასეა ტრადიციულად. ღვთისმშობლიდან ვკვეთავთ ცოცხალთა მოსახსენებელს და მიცვალებულთებიდან მიცვალებულს. ჩვენ ძირითადად ესე ვამბობთ, რომ მოსახსენებელს კითხულობენ ჩვენი სტიქაროსნები, იმიტომ რომ მღვდელმა რომ დაიწყოს მაგის კითხვა, ალბათ ახალწლამდე ვერ მორჩებოდა დღევანდელი წირვა, შესაბამისად რაოდენობა რადგანაც ბევრია, ამიტომ ისინი კითხულობენ ამას და მღვდელი დგას და კვეთავს. აი ამ სეფისკვერებზე მათ სახელებს რომ მოიხსენე ღმერთო, ვინ შემოსწირა, ვისთვისაც შემოსწირეს. ამ ლოცვას იმეორებს ყოველი მის რა ქვია სეფისკვერიდან ამოღებულ ნაწილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ წაკითხულებს ესე ვიხსენიებთ ჩვენ და ეს ყველაფერი გროვდება ამ ფეშხუმზე. დანარჩენი ესე აი ნაწილებად რო წარმოვიდგინოთ, რომ ესე ყველგან ირგვლივ შეიძლება იყოს შემოწყობილი თითოეული ჩვენგანის სახე. ამ პროცესში, როდესაც ეს ამოდის, რა თქმა უნდა, ბარძიმში ისხმება ღვინო და წყალი. და ამის შემდგომ ხდება დაფარება. რას ნიშნავს დაფარება? ეს არის ვარსკვლავი. ეხლა რო წარმოვიდგინოთ, ზემოდან ესე ეფარება ამას. ანუ აქ არის ყველაფერი დალაგებული, დაეფარა ვარსკვლავი, ზემოდან გადაეფარა ნაჭრის დაფარნა, რომელზედაც ასევე გამოსახულია ჯვარი. ამასაც გადაეფარა ესეთი ჯვრის ფორმის ნაჭრებია, მე დიდი და ანუ ამას ქვია პატარა დაფარნები, ერთი მთლიანი რომელიც არის, რომელიც ესე მთლიანად ფარავს ამას ორივეს, იმას ქვია დიდი დაფარნა. ეს გადაეფარა ყოველივე ამას. ეს არის დამხმარე ინსტრუმენტები კოვზი მოგეხსენება ძიარებისთვის, ტაკუკი არის ბარძიმში, რასაც გამოიყენებ თქვა ღვინის ჩასხმას და უნდა იყოს რაღაცა ისეთი ჭურჭელი ხარ, მაგალითად ბოთლით რაღაცა ცოტა უხერხულია, რომ ბოთლით ასხავდე და მე ეს ბოთლი რაღაცა გაიქნიო იმაში სანაგვეყუთში, არაფერ არ შეიძლება. ამიტომ იქ რაღაცა წმინდა ჭურჭელია, თქვა ყველაფერი, რაც მასთან შემხებლობაში უნდა იყოს, მინდა გითხრათ. ეს არის მომზადება. მოკლედ ასე მზადდება ეს ყველაფერი დაეფარება და ჩვენი ტრადიციის თანახმად, როგორც გვეწერა, დილით ვკითხულობთ მესამე და მეექვსე ჟამნს და მესამე და მეექვსე ჟამნის მერე იწყება ლიტურგია. მაინც რო იცოდეთ მერე როგორ ხდება. წინასწარვე გეტყვით, იმიტომ რომ შეიძლება წავშალოთ. აი ეს ესე 4 იმათ არის გაჭრილი. 4 ნაწილად იყო, უკანა მხრიდან არის ჩაჭრილი ესე 4 ნაწილად. ეს პირველი ნაწილი ჩაეშვება ბარძიმში ისე რომ არავინ არ ეხება. მეორე ნაწილი ეზიარება სამღვდელოება, უბრალოდ ეს ჩაეშვება ბარძიმში, ამით ეზიარება სამღვდელოება, ეს ამ ორით ეზიარებიან ორი ერის ადამიანები. ანუ უშუალოდ ეს არის ტარიგი, რომელიც გადაიქცევა ხორცად, რასაც ჩვენ გვაქვს. თუმცა კი წირვა რომ ურჩება, ყველა ეს ნაწილი აბსოლუტურად წმინდათა მოსახსენებელი იყო, ცოცხალთა თუ მიცვალებულთა
სულ ყველაფერი ბარძიმში უნდა ჩაბრძანდეს, ამ სისხლმა უნდა გაგვაერთიანოს, მოკლედ, ქრისტეს სისხლმა უნდა გაგვაერთიანოს, ეს ყველაფერი ბარძიმში უნდა ჩაბრძანდეს და შემდგომ წირვის დასრულების შემდგომ რაც დარჩენილი, ამას ყველაფერს ღებულობს დიაკონი. თვითონ ისა რა ქვია, როდესაც არ არის დიაკონი, თვითონ მღვდელი ამ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ რადგანაც ასეთი ჭექაქუხილი დიაკონი ყავს, პრობლემა არ აქვს მოკლედ მაგასთან დაკავშირებით. კარგი. ახლა უნდა დავიწყოთ ჩვენ გადავიდეთ უშუალოდ ლიტურგიის სახურებაზე. ხო არ შეგასვენოთ, შეკითხვები ხო არა გაქვთ? ჩაი ხო არ მიგეთ, ხო? ანუ და როგორც იქნა? ხალხ შესთავაზე. ახლა ჩაი. ჩვენ გაძლევთ მაგალითს. მიიღეთ გერბელი ჩაი. კი, გისმენთ. ლიტურგია მსახურება. კი. ლიტურგია არის უშუალოდ მსახურება. ევქარისტია არის მადლობა. პროსკომიდია კვეთა. კვეთა. ევქარისტია მადლობა. ევქარისტია მადლობა. კი. ჩვენ ძირითადად ამ ბერძნულ ტერმინებით სარგებლობთ. კალკირებულია ხშირ შემთხვევაში ეს ბერძნული ტერმინები, გადაუთარგმნილად არის ძალიან ბევრი გადმოტანილი და ძალიან ბევრ ასე სიტყვას ვამბობთ ხოლმე, როდესაც არა მარტო ლიტურგიას, არამედ ზოგადად რაღაცა საღვთისმეტყველო თემებზე, როდესაც ვლაპარაკობთ, მინდა გითხრათ, რომ ბერძნული ესეთი ტერმინოლოგია გამოიყენება ხოლმე და სასურველია, რომ მისი მნიშვნელობა იცოდეს. კარგით. რა, რატო წაგაყენე? მარტო ფერი დაისხი? ერთი ორი დღე თვალებ გახელილი იქნებოდი. სულ რაღაც ორი დღე იჯდებოდი საწოლში. კარგით. მე ეხლა ასეთ რამეს, ეს რო წავშალო ხო შეიძლება? ეხლა უნდა სანამ ლიტურგიაზე გადავიდეთ, უნდა გითხრათ როგორია მოწყობა თვითონ ტრაპეზისა. ტრაპეზი ანუ შუა მაგიდა საკურთხეველში რომელიც დგას. მოგეხსენებათ მაგიდის ფორმა ასეთია. აქ დგას 7 ტოტა კანდელი, აი ესეთი 7 ტოტია. 1 2 3 4 5 6 7. აქ დგას ცენტრალური კანდელი, ამ იმაზე რა ქვია. აქ დგას შანდლები, აქ სანთლები რო წარმოედგინოთ ესე, საშინლად ხარ დავიცი. აქ ცეცხლის ალია. ეს კანდელია და ეს ორი სანთლებია. აქ უნდა იყოს აუცილებლად დაბრძანებული ჯვარი, ერთი მინიმუმ და ხშირ შემთხვევაში ორია. აი აქ არის დაბრძანებული აუცილებლად სახარება. სახარების ქვეშ არის დაბრძანებული ოდიკი, რომელზედაც არის გამოსახული ქრისტე მაცხოვრის გარდამოხსნა, ასე იგი იმიდან ჯვრიდან. ასე როდესაც წევს წირს და მენელსაცხებლე დედები და იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი თან იქ არიან, რომლებიც გარდამოხსნეს აი ამ ჯვრიდან. ეხლა უყურეთ რა ხდება, ეს ტრაპეზის კურთხევა ხდება ესე. სახარების ქვეშ, სადაც არის ცენტრი, მოკლედ ესე ვთქვათ, რომ ვითომ ეს არის ცენტრი. ესეთი ოთხკუთხედია ქვაში ამოჭრილი, რომელშიც აუცილებლად არის ჩაბრძანებული მოწამის წმინდა ნაწილი, რომელიმე მოწამის. აუცილებლად უნდა იყოს მოწამე და თუ რატომ ამაზეც მოგახსენეთ. ოდიკი, რომელიც არის აი ესეთი ნაჭერია, როგორც გითხრათ, რომ აქ დაკეცილი დევს სახარების ქვეშ. რომ გაიშლება ასეთი ფორმა აქვს. აქ წარმოიდგინეთ მაცხოვარი რომ იწვეს ესე მეთი რა ქვია ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი რომ იწვეს და აქ იყოს ესეთი ჯვარი გამოსახული და ამ ჯვარში აქაც წმინდა მოწამის ნაწილია აუცილებლად ჩაბრძანებული ამ ოდიკში. მოკლედ ეს ყველაფერი რომ მქონდეს და ოდიკი არ მქონდეს, წირვას ვერ შეასრულებთ. წირვა ოდიკის გარეშე არ შეიძლება. ანუ რატომ არის რომ ოდიკი ასე მღვდლებს კი არ აქვს, რომ მაგალითად მე შემიძლია სადმე ავიღო ოდიკი და სადმე წავიღო. უფლება არ მაქვს ეს ოდიკი ამ ტრაპეზიდან ავიღო და გადავაადგინო. არ მაქვს ამისი უფლება. აი მაგალითად ტაოკლარჯეთში, როდესაც მივდიოდით და გვინდოდა რომ წირვა შეგვესრულებინა,
ჩვენ საპატრიარქოში მივედით საგანგებოდ, რომ გვეთხოვა ოდიკი. სამოგზაურო ოდიკი. ქვია ამას, რომ სადღაცას ესეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც მიდიხარ, იქ რომ წირვა ჩაატარო. ოდიკის გარეშე წირვა შეიძლება, სხვა ყველაფერი შეიძლება არ კონდეს, მაგრამ ექსტერნად გააკეთო. შეიძლება რაღაცა ადამიანს უდაბნოში მოუწიოს გაქცევა და მართლა აი კომუნისტების დროს ამდენი შემთხვევაა, რომ ბერები სადღაცას გადაასახლეს ციმბირში და ბარძიმს და ფეშხუნს და იმას ვინჩიოდა, მაგრამ ოდიკი თუ კი ქონდათ, ისინი ახერხებდნენ რომ წირვა შეესრულებინათ, იმიტომ რომ ასეთ ჭურჭელს რაღაცას ეხა შუშისგან გააკეთებთ, იმისგან უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ექსტრემალურ სიტუაციაში ბუნებრივია თუ ისე რაღაც თავის მოთხოვნებია. პური მაგალითად თეთრი ფქვილისგან უნდა იყოს აუცილებლად და ღვინო შავი უნდა იყოს, ესეც ბუნებრივი მოთხოვნაა, მაგრამ ახლა გაქცეულზე შეიძლება ახლა კინძმარაულია თუ საფერავი შეიძლება ამის გარჩევა ვეღარ დაიწყო იქა და ისე ჩაადრო. ანუ ოდიკი გახლავთ მთავარი ატრიბუტიკა, რომელზედაც მსახურება დგება, ამაში ტრაპეზში წმინდა ნაწილია, ოდიკში წმინდა ნაწილია, როგორც მოგეხსენეთ, ოდიკი ამ სახარების ქვეშ არის ყოველთვის დაბრძანებული და წყობა აქვს ასეთი. ამას ამ ტრაპეზს როგორც გითხარით, ერისკაცების კურთხევის შემდგომ ერისკაცები მას აღარ ეხებიან, მხოლოდ სამღვდელო პირები. მხოლოდ სამღვდელო პირებს შეუძლიათ შეხება. სახარების გამოგზანება შებრძანებას თქვენ თვალს ადევნებთ ხოლმე როგორ ხდება და მეც გეტყვით მე მსახურების დროს როგორ იქნება ეს ამბავი. ეს წინა ის რაც დავხატე ფეშხუმი და ის ხდება ყველაფერი სამკვეთლოში და არა ტრაპეზზე და ტრაპეზზე უკვე დიდი გამოსვლის შემდგომ გამოგზანდება რომ ლიტურგია აქ უნდა ახსოვდეს. აი ხურეთ ეს რომ ტრაპეზია საკურთხეველში. საკურთხევლის ასეთ კუთხეში კიდევ ერთი მაგი დადგას, სადაც კვეთა, ანუ პროსკომიდია აღესრულება. აქედან მერე აუცილებლად ესეთი დიდი გამოსვლით შემოდიან ამაში რა ქვია, საკურთხეველში აღსავლის კარით და აქ დააბრძანებენ ამას ყველაფერს. ეს ლიტურგიაზე თქვენთვის თვალნათელია, როდესაც ბარძიმ ფეშხუმით გამოდის სამღვდელოება და საკურთხეველში შედის და აქ დააბრძანებს. ანუ სამკვეთლო შეიძლება სხვადასხვა ადგილას იყოს საკურთხეველში, ხა თუ ცალკე განყოფილება აქვს, ჩვენსაც ცალკე განყოფილება აქვს გატეხრული. ზოგან ერთმთლიანია და იქვე შეიძლება კუთხეში იდგეს და ამიტომ სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება ნახოთ, მაგრამ ძირითადად ტრაპეზი ესეთი გახლავთ, სამკვეთლო ესეთი, სამკვეთლო უკვე აგიღწერეთ, იქ არაფერი არ დებს ბარძიმის და ფეშხუმის გარდა, როდესაც ლიტურგია უნდა დაიწყოს, კანდელს და იმას არ გულისხმობ შენდელს და ეხლა უნდა დავიწყოთ უშუალოდ ლიტურგია. აი ამ ნაწილს ამ პროსკომიდიას, როდესაც მორჩება მღვდელი, გადმოდის მოკლედ ტრაპეზის წინ და ამბობს პირველ ასამაღლებელს. კურთხეულ არს მეუფება. ასეთი ასამაღლებელი იქნება მხოლოდ ლიტურგიის წინ. და სხვათა შორის ეს ასამაღლებელი შემორჩენილი აქვს ნათლობის წესს და ჯვრისწერის წესს. და როგორ ფიქრობთ, რატომ? წინა შეხვედრაზე ვთქვით, იმიტომ რომ ლიტურგიაში იყოს ყველაფერი. ერთი საერთო ასამაღლებელი ხომ. დატო მეც დამისხი ერთი ჩაი, თორე პირი მიშრება. ასამაღლებელი ნახეთ, კურთხეულ არს მეუფება. მეუფება რა არის? მეფობა. კურთხეულ არს მეუფება, ანუ კურთხეულია მეფობა, მამის, ძის და სულიწმინდის. რა თქმა უნდა, სამების სახელის განდიდებით იწყება, რომ მათი მეფობაა კურთხეული, მაგრამ მათი მეფობა სად არის? ყველგან აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ მათ სად მოვიაზრებთ? ზეცაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიტურგია სინამდვილეში ზეცაში არ ესრულება. ლიტურგია არ არის ამქვეყნიური მოვლენა, მინდა გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნად გავართ და ჩვენ შეგრძნებებითაც შევიგრძნობთ ამას ყოველივეს და მართლა ხორციელათაც ვეზიარებით სისხლსა და ხორცს, მიუხედავად ამისა, ეს რაღაცა უდროობის განცდა, რომელსაც გადაყავხარ შენ იქ ზეცაში და ჩვენ ამ ლოცვებს პირდაპირ წავიკითხავთ, რომ ეს დედამიწაზე მომხდარი ამბავი მთლად არ არის. ამ ასამაღლებელს ბუნებრივია უდასტურებს მთელი ტაძარი. ლიტურგიის ნამდვილი სახე რა იყო კიდევ? მინდა იცოდეთ ესეც, რა რომ ლიტურგიას მღვდელი არ აღასრულებს მარტო. არ შეიძლება მარტო მე რომ მომინდეს წირვა, არა მაქვს უფლება რომ მარტო დავდგე და ვწირო. რა, კითხვა არ ვიცი, გარეთაც გამოვალ, იმასაც წავიკითხავ, შიგნითაც შევალ, იმასაც უფლება არ აქვს. იმიტომ რომ ლიტურგია არის საერთო მსახურება და არა ესა რა ქვია, კერძო. მასე ჩემთვის ლოცვა თუ მინდა დავდგები და პარაკლისს გადავიხდი რაღაცას და ისე ვილოცები. მაგრამ აი ლიტურგია საერთო მსახურებაა და ამიტომ მარტო უფლება არ მაქვს რომ აღვასრულო.
ამიტომაც მთელი ტაძარი ამაში არის ჩართული. სხვათა შორის მე, როდესაც მომიწია მოსკოვში მსახურება, მაშინ გავაკეთეთ ესეთი რამ. იქ მე დავბეჭდე მთელი ტექსტი ლიტურგიისა, რაც ხმამაღლა ითქმება და მისი ელექტრონული ვერსია სადღაცას უნდა მქონდეს. ხო და იქნება ამოვბეჭდო ისიც და აქაც დავარიგოთ ხოლმე და ლიტურგიის დროს შეგიძლია თვალი გააყოლოთ მას და ეხლა აქაც სასურველი იქნებოდა რომ თვალი გაგეყოლებინათ, მაგრამ აქ მოვახერხებ იმას რომ ეხლა რასაც წაგიკითხავთ დღეს ბევრს მაინც ვერ წავალთ ლიტურგიაში, იმიტომ რომ ამ შესავალს დიდი დრო დაუცვენთ. ეხლა ჩვენ ერთი ნახევარი საათი კი არა სწორად. კარგი, დავიწყოთ როგორ იწყება მოკლედ ლიტურგია. კურთხეულას მეუფება, როგორც გაიგეთ, ეს ასამაღლებელი აქვს და იწყებს დიაკონი, ჩვენ ცეცხლოვანი დიაკონი. ქაკუფრინებით იწყებს. მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. რა არის პირველი სიტყვა? სხვათა შორის რა იყო, იცით საინტერესო, მინდა გითხრათ, რომ როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, შეიქმნა სპეციალური ლოცვა რუსეთის ეკლესიის მიერ. შეიქმნა ეს ლოცვა, რომ ვილოცოთო, მოკლედო რაღაცა გამარჯვებისთვისო რა. და ძალიან ბევრმა მღვდელმა გააპროტესტა. ერთ-ერთ მღვდელს არგუმენტად სწორედ ეს, რომელიც გამკვეთეს. ერთ-ერთ მღვდელს არგუმენტად სწორედ ეს მოყავდა. კაცო, ლიტურგიას ვიწყებო, რომ მშვიდობით უფლისა გამარჯვებითო ხო არ ძლიაო. ხო და ამიტომაც ჩაანაცვლეთო ეგ სიტყვაო და დაწერეთო, რომ მშვიდობისათვის. და წავიკითხაო მაშინ ამ ლოცვას, ისე არ წავიკითხაო. ნუ ამ მღვდელს მე რა თქმა უნდა მოხსნეს ჯვარი და გამგზავრეს თქვა, მაგრამ ისე რომ იცოდეთ მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ, ამ სიტყვით იწყება და რა მშვიდობაზეა ლაპარაკი. ჩვენი ადამიანური გაგების მშვიდობაზე არ არის ლაპარაკი. ხშირად ჩვენ ეს მშვიდობა და საფრთხო მშვიდობა ერთმანეთში გვერდება. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მშვიდობას ვახსენებთ, ან როდესაც საუბარია რომ დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა, ამაში რატომღაც ასე გონია რომ ერთი ქვეყანა მეორეს თუ არ ეომება მშვიდობა. ერთი ადამიანი მეორეს თუ არ ეჩხუბება, გონია რომ მათ შორის მშვიდობა. შეიძლება არ ჩხუბობდე იმითი რა ქვია სიტყვით, მაგრამ აი რტვინვა მქონდეს ისეთი შინაგანი, რომ მშვიდობის ნატამალი არ იყოს ჩემში. პირიქით, გამუდმებული რაღაცა გამკითხვა ვფიქრობდი, ეხლა ერთი ცალკე მომახელთებია, ეს მოუგრიხო სადმე გიზერიო, შეიძლება ასეთი გქონდეს და ეს არ არის მშვიდობა, არანაირად არ არის მშვიდობა. ამიტომ მშვიდობაში არ იგულისხმოთ ის, რომ თოფს არისხვის ერთი მეორეს, მშვიდობაში იგულისხმება ის საფრთხო მშვიდობა, ქრისტეს მიერი მშვიდობა, რომელიც სულს ეუფლება, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს ცოდვებისაგან, განკითხვისაგან, შიშისაგან. აი ამ ყველაფრის საწინდარი გახლავთ ეს მშვიდობა. დღევანდელი მშვიდობის გარანტია რა არის? მსოფლიოში. იცით რა არის? ატომური ბომბა. ერთი ქვეყანა მეორეს ასე ელაპარაკება. თუ ჭკვიანად არ იქნება, გესვი ატომი, ისე უნდა მე უფრო დიდი ატომური ბომბი მაქვს. ამიტომ მშვიდობას ინარჩუნებენ ერთმანეთში, იმიტომ რომ არიციან რომელს უფრო დიდი ატომური ბომბია. რომელი გაისვრის პირველად. აი ეს არის მშვიდობის გარანტია და ეს არის ადამიანის მიერ მოგონილი ამ ქვეყნიური მშვიდობა, რომელსაც სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს საფრთხო მშვიდობასთან. შემდგომი მუხლია ზეგარდამო მშვიდობისა, ანუ დაკონკრეტება მიმდინარეობს, რომ არა იმ მშვიდობას, რომელსაც ჩვენ ადამიანები ერთმანეთში გვგულისხმობთ, არამედ ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის, ანუ მშვიდობა, რომელსაც ზევციდან გარდამოდის და ცხონება მოაქვს ადამიანისთვის, ანუ მის სულს ათავისუფლებს უაზრო შიშებისგან, ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ. აი რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც წირვაზე ვიკრიბებით და ამ მუხლებს ჩვენ, როდესაც ამ დიაკონი მოგვიწოდებს და ამ მღვდელი, თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად ამაზე ვლოცულობ. აი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ანდახან არის სულ რიკინით ჩახვალ ბოლოში და ერთი სიტყვა თავში არ შეგდის. მაგრამ აბა იწყებ გაცნობიერებას. საფრთხო მშვიდობას ვითხოვ, ზეგარდამო მშვიდობას ვითხოვ, რომელიც ათავისუფლებს ჩემს სულს შიშისაგან. შემდგომი მუხლია მშვიდობისათვის, ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის
წმინდათა ღვთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის. ნახეთ როგორი მუხლია. მშვიდობისათვის ყოვლის ამ მთელი მსოფლიოსთვის. კეთილადგომისათვის წმინდათა ღვთისა, ანუ ეკლესია რო იდგეს მყარად. სარწმუნოებაზეა საუბარი და არა რომელ კონკრეტულ შენობაზე. და ყოველთა ერთობისათვის. აი, როგორი მუხლია, ხედავ, როდესაც მართლმადიდებლებს გეუბნებიან, რომ თქვენ ესე იგი ჩაკეტილები ხარ და არავის არ იხსენიებთ, ტყუილია ეს. ჩვენ ყოველთა ერთობისათვის ვლოცულობთ. ყველა ადამიანის ერთობა რაშია? რომ ყველანი მოვიდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ჭეშმარიტი სარწმუნოების ცნობილი რო გახდეს ყველა. ამიტომაც წირვის მესამე მუხლი ჯერ შენთვის ითხოვ მოკლედ სულიერ გათავისუფლებას ამ მშვიდობით და მესამე მუხლში პირდაპირ ითხოვ ყოველთა ერთობას. ანუ ყველა ადამიანი აფრიკაში ცხოვრობს, მოზამბიკაში თუ მაშინ ჩრდილოყინულოვანზე იმეებს დადებს, სელაპებს თუ არავის დადიან იქა, არა აქვს მნიშვნელობა. ყველას ერთობას ითხოვს სარწმუნოებაში. და ეს ლიტურგიაზე არ აღესრულება და არა სადმე რაღაცა კერძო ლოცვაში. იმიტომ რომ არის კერძო ლოცვა, რომელსაც ვერ შეიტან ლიტურგიაში. მაგალითად, ვიღაცა მე მაგალითად ძალიან საყვარელი ადამიანი მყავს გარდაცვლილი, მაგრამ ლიტურგიაში მას ვერ მოვიხსენებ, იმიტომ რომ არ იყო მონათლული და სურვილი არ ქონდა ამისა. თორემ შეიძლებოდა თქვა რაღაცა სურვილი რო გამოეთქვა, კიდე რაღაც გამონაკლისი დაგეშვა, მაგრამ პირდაპირ უარობდა ამას, ამიტომ ვერ შეიტან. ეხლა ასეთი ადამიანები ხო უამრავი არიან. ჩვენ კონკრეტულად ვერ ვასახელებთ, მაგრამ ყოველთა ერთობისათვის, როდესაც ვამბობთ, იცოდეთ რომ ამ ყოველთა ერთობებში ყველას მოხსენიება ხდება. ყველას მოხსენიება. შემდეგი მუხლი არის წმინდი სამის ტაძრისათვის, რომელშიც ჩვენი შესაკრებელია ამ კონკრეტულ ტაძრისათვის. და სარწმუნოებით, კრძალულებით და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამაშინა. ანუ ყველა ხომ მოვიხსენიეთ მთელი მსოფლიო. ეხლა უკვე ერთმანეთს ვიხსენებთ. ჩვენი ლიტურგიაზე შეკრება მეტი სხვა კი არაფერი არ არის. მე ადრე გითხარი და კვლავ უნდა გაგიმეორე. როგორ უნდა ვილოცოთ ლიტურგიაზე? აი ხა რამდენი ადამიანი ვართ აქ? ჩვენი ნამდვილი ლოცვა იცით როგორი იქნება? ჭეშმარიტი. მე რო თქვა ახლა აი მას ხორისხაც უყურებდი და ღმერთო გევედრები შეუსრულე ამ ადამიანებს ყველა კეთილი სათხოვარი. ყველა რო ასე ლოცულობს, რა გამოდის, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვევედრებით. და ეს არის ერთობლივი ლოცვა, სადაც 2 და 3 შეიკრიბებით ჩემი სახელით მე თქვენთან ვარ, ეს სწორედ ამას ნიშნავს. დაბრძანეთ. დაბრძანეთ. ეს სწორედ ამას ნიშნავს, რომ 2 და 3 სადაც იკრიბება, ისი სახელით ღმერთი ამბობს, რომ ეს თქვენთან ერთად ვარ. ეს სწორედ ამას გამოდის. თქვენ სამთა სარწმუნოებით გზავ შიშითა ღვთისათა შემავალთა ამაშინა. ანუ ვინც შევიკრიბეთ ამ ლიტურგიაზე, მათი მოსახსენებელია. ამის შემდგომ აუცილებლად უნდა იქნას მოხსენიებული, ვისი ლოცვა კურთხევითაც აღესრულება ეს მსახურება. არ შეიძლება, როგორც გითხარით, რომ თუ ეს ოდიკი არ აქვს მეთქი მღვდელს ისე მას ლიტურგიის ჩატარების უფლება არ აქვს, ასევე მღვდელს არ აქვს არანაირი მღვდელმოქმედების უფლება, თუ თავის მღვდელმთავრის კურთხევა არ აქვს. ის მღვდლად კურთხევის დროს მას ეკითხება ლოცვა, რომ საიდუმლოებების აღსრულება შეუძლია. სხვათა შორის 7-დან 6-ის, მე-7-ს ვერ ასრულებს. მღვდელი მღვდელს ვერ აკურთხებს. ეს მხოლოდ მღვდელმთავარს შეუძლია, რომ მღვდელმთავარმა შეიძლება აკურთხოს მღვდელი და მღვდელს შეუძლია სხვა 6-ის საიდუმლო, მაგალითად ჯვარი დაასწეროს, წირვა ჩაატაროს. ეს ყველაფერი ლოცვა კურთხევით. და ვისი ლოცვა კურთხევითაც აღესრულება, ვისი ხელდასხმითაც ეს ყველაფერი მოდის, პირველ რიგში მამამთავარს იხსენიებ, საქართველოში ბუნებრივია, რომელ კუთხეშიც გურიაში მსახურობ თუ სამეგრელოში მნიშვნელობა არა, ჯერ მამამთავარს იხსენიებ, კათოლიკოს პატრიარქს და მერე შენი ეპარქიის მღვდელმთავარს. ნუ ხა ჩვენ მხოლოდ პატრიარქს ვიხსენიებთ, იმიტომ რომ პატრიარქის ეპარქია არის გარდა მამამთავრობისა, პატრიარქის ეპარქია გახლავთ ასევე მცხეთა თბილისის ეპარქია და ასევე მცხეთაში და თბილისში სადაც ვიმსახურებთ, მხოლოდ მისი მოსახსენებელი ვიხსენიებთ. შემდგომი მუხლი გახლავთ ღვთილდაცული ჩვენი და მთავრობა და მხედრობა მისი. და თუ გაგჩენიათ აზრად ის, რომ ეკლესია ყოველთვის ასე იხსენიებდა და ასე იხსენიებს დღემდე,
და არასდროს არ აკონკრეტებს როგორი მთავრობა დამხედრება. როგორიც არის ისეთი. როგორიც არის ისეთ სიხსენიებს. რა თქმა უნდა, კომუნისტების დროსაც ასე ამბობდა და მე მეცაც გეტყვით, ეპისტოლეები ნახეთ, პეტრეს ეპისტოლე ნახეთ, პავლეს ეპისტოლე ნახეთ, ეს არის რომაელთა მიმართ მე-13 თავი და პეტრესი არ მახსოვს რომელი თავია, მაგრამ პირდაპირ წერს, უნდა დაემორჩილო შენს ხელისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოცვაში უნდა მოიხსენიო და დამორჩილებაში არ გულისხმობს, ეხლა სხვათა შორის შეხვედრა იყო ერთ საინტერესო პიროვნებასთან და იქ კითხვა დაისვა, რომ სახარებაში რო წერია, რომ ვისაც უყვარს დედა ან მამა ან სოლი ან შვილი, ჩემზე მეტად ის არ არის ჩემი ღირსიო, როგორ განმარტავდით ამასო და იცით რა საოცარი რამ თქვა, ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგანო, რომ რას გულისხმობს ეს მოწოდებაო, იმიტომ რომ შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ დედა და მამა შენ გიშლიდეს ქრისტესთან მიახლებაში, ხელსო და ჩვენ ამის მაგალითები რითი გვაქვსო, რომ მაგალითად რომ მშობლებმა აწამეს საკუთარი შვილიო, ბარბარეს ვინ მოკვეთა თავი, საკუთარმა მამამ. საკუთარმა მამამ მოკვეთა თავი, იმიტომ რომ ქრისტეს აღიარება. ამიტომ ამ შემთხვევაშიო, თქვა, დედას და მამის მორჩილება ბუნებრივი არ გმართებს. ბუნებრივია მთავრობა, რომელიც გავსრამე შეიძლება გთხოვდეს მას მორჩილებაში არ შეხვალ, მაგრამ პეტრე და პავლე როდესაც წერენ რომ ვილოცოთო, ვიზე ლოცულობდნენ, იცით, ვინ იყო მაშინ მთავრობაში? ნერონი. რომელზე უღმართი კაციც, რა ვიცი, იშვიათად ისტორიაში რომ მოძებნა. ყველანაირი უღმართობა, თუ რამე გაუღმართება არსებობს, გახსნილება არსებობს, ყველაფერი ამ კაცის ესე ხელში იყო, რომ უარს არ ამბობდა არაფერზე მოკლედ რა. და ქრისტიანების პირველი დევნა და მოფიქრება ხო უნდა რომ იმას გაქვია. ბაღში სადაც ეინობდა ესე ჯვრებზე აკრავდა და ცეცხლს უკიდებდა რომ სიგნალი არ იყოსო ღამით რომ დავდივარო. ასე ინოსო ცოცხალ ადამიანებს ცეცხლს უკიდებდა კაცი. ხო და ამ ნერონზია საუბარი, რომლის მოხსენიებაზეც ეხლა მოსაუბრია. შემდეგი მოხდა გახლავთ ასეთი. სამეუფოისა ქალაქისა ჩვენისა. ანუ სამეუფო ქალაქი არის ის ქალაქი, სადაც მეფე იჯდა ხოლმე, ეს შემორჩენილია, მაგრამ დედაქალაქზეა ამ შემთხვევაში საუბარი. სხვა ქალაქებმა ალბათ სამეუფოისა ქალაქისა ჩვენისა არ უნდა თქვა, იმიტომ რომ ჩვენ როგორ არ არის ჩვენი ხუმრობ ეხლა. სამეუფოისა ქალაქისა ჩვენისა წმინდის ამის ტაძრისა, ანუ სადაც ვიკრიბებით, თუ მონასტერია, მონასტერს ამბობს. და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის და სარწმუნოებით მკვიდრთა მათშინა. ეხლა იცით კონკრეტულად ვისი მოსახსენებელია. ლიტურგიაზე შეკრებილი ხალხის ყველგან სადაც არის მეოთხე მოხში რა ვთქვით, ყოველთა ერთობისათვის იქ აბსოლუტურად ყველას ვიხსენიებთ. ახლა ვიხსენიებთ ადამიანებს, რომლებიც შევიკრიბეთ ლიტურგიაზე, იმიტომ რომ მე რო აღდგავარდა ვიღაცა ჩხოროწყუში, ჩვენ შორის განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ამ ბარძიმშიც და იმ ბარძიმშიც ერთი ქრისტეა. გაყოფილი კი არ არის, ის სხვადასხვა კი არ არის, ერთი და იგივე ქრისტეა, როგორც ყველგან ყოფი ღმერთი, მისთვის ეს პრობლემა არ არის. ადამიანური გონებისთვის ძნელად წარმოსადგენია ყველგან ყოფობა, მაგრამ ღმერთის ეს თვისება ჩვენ სწორედ ლიტურგიაზე უნდა გაგვახსენდეს, იმიტომ რომ აქ დღეს თბილისში აღსრულებული ლიტურგია და თქვათ სადღაცას დასავლეთ საქართველოში თუ აღმოსავლეთის სხვა კუთხეში აღსრულებული ლიტურგია ერთი. ამიტომაც სამეუფო ქალაქი, წმინდა ტაძარი და ყოველი ქალაქი და სოფლები და სარწმუნოებით მკვიდრნი, რომლებიც შევიკრიბეთ, მოკლედ მათთვის არის ეს ლოცვა. შემდეგი მუხლი გახლავთ. კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა. გასაგებია რაზეც ასწავლეთ. კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათვის და ჟამთა მშვიდობისათვის. აი ეს უკვე ის მშვიდობა, რომლის შესახებაც მე თავიდან დავიწყე საუბარი. პირველი მშვიდობით ღვთისმსახურის მიმართ ვილოცოთ. გახლავთ. ქრისტეს მიერ მშვიდობა, საფრთხო მშვიდობაზეა საუბარი. აქ უკვე ამ სულიდან გამომდინარე ადამიანურ მშვიდობაზეც არის საუბარი. კეთილშეზავება ჰაერისა აუცილებელია, იმიტომ რომ თუ არ იქნა კეთილშეზავება ჰაერისა, ადამიანი ვერ იცოცხლებს ელემენტარულად. თუ საკმარისი ჟანგბადი არ ექნა, თუ საკმარისი რაღაცა რითიც იკვებება ადამიანი, ბუნებრივია ამისთვის ლოცულობ, კეთილ გამოღება ნაყოფა ქვეყანის ნაყოფიერება ქვეყანისა ბუნებრივია, თუ საკვები ვერ მივიღეთ, ისედაც ვერ ვიცოცხლებთ და ჟამთა მშვიდობისათვის. როგორც მოგახსენეთ, ჟამთა მშვიდობა გახლავთ აი ეს ამ დროში აღსრულებული მშვიდობა. ის მშვიდობა საფრთხო მშვიდობაა. შემდეგი მუხლი გახლავთ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის. ცხოვრება მარტო ტყვეების კი არა, ყველა ვინ ჩამოვთვალოთ. მენავეები ვინ ისინი, ვინ საჭეს უსხდნენ. მოგზაურობაში ვინც იყვნენ ამ გემში ისხდნენ თუ ნავში რა მნიშვნელობა. სნეულები ვინც არიან, მშრომელები ვინც არიან, რომ ამდვილად იღწვიან. ტყვეთა ხსნისა, ანუ ტყვეები, რომლებიც არიან მოკლედ პატიმრობაში. და ცხოვრებისა მათისათვის. ანუ ყველას ცხონებისათვის ლოცულობთ აბსოლუტურად და განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ესენი რაღაცა ითვლებიან როგორც განსაცდელსა შინამყოფი, გარდა იმისა, რომ ვიღაცა სნეულებაშია, ეს სნეულებაც ერთგვარი განსაცდელია. მინდა გითხრათ, რომ მოგზაურობაც ერთგვარი განსაცდელია, იმიტომ რომ მოულოდნელობით არის ყველაფერი ახსავსე. არ იცი ამ მოგზაურობაში როგორ წარგემართება გზა, შენი თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოყვება თუ არა. Tikos კარგი რეაქციები ახლა მაგაზი. ერთხელ მოვდივით ერთად ტურბულენტურ ზონაში. ამიტომ ესეც განსაცდელად ითვლება. ნუ ტყვეთა ხსნა, ტყვეობა მოგეხსენებათ განსაცდელია. შემდეგი მუხლი გახლავთ უკვე ნახეთ როგორი სავედრებელია. პატრიარქი ყოველთვის გვეუბნებოდა ამ მუხლზე გადაიწერეთ პირჯვარი. ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა. ის წერა რაც ჩამოთვალეთ მენაურობა, მოგზაურობა, სნეულება, იქ თქვათ შრომელები, ტყვეობაში მყოფები და ისინი უნებრივია, ეხლა ჩვენ ვევედრებით რომ ღმერთმა გვიხსნას ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა. იწროება შევიწროება არის. რომ შევიწროებული არ იქნას ადამიანი რაღაცა მტერთა მიერ, ეს შეიძლება სულიერ მტრებზეც იყოს საუბარი და უნებრივია პირდაპირ ხილულ მტრებზე, მაგალითად ოკუპანტებზე. შემდეგი მუხლი შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მართლითა. ეს არის აი თხოვნა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ითხოვ ცხოვნებას ამისთვის ხარ მოსული. ანუ ყველაფერი ეს რომ ჩამოთვალე, ეხლა ეუბნები რომ შენ რისთვის ხარ აქ მოსული და რომ შეგვეწიენ აი ამ ადამიანს, ეხლა რასაც ვამბობ, ყოველი კეთილი თხოვაი აღოსრულე, ეს საერთო ლოცვაში ესე ითქმება. შეგვეწიე, გვაცხოვნე, შეგვიწყალე და დაგვიცე. აი ესეთი მოთხოვნა. ღმერთო შენითა მართლა. და ბოლო მუხლი, რომელიც ეხება ყველა წმინდანს, ღვთისმშობელს და მერე ყველა წმინდანს. ეს მუხლი ხშირად გაუგებარია და მე შევეცდები რომ თქვენთვის გასაგებად წავიკითხო. ყოვლა წმინდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, ნუ ეს ღვთისმშობლის შემამკობელი ეპითეტებია მოგეხსენებათ, დიდებულისა, დედოფლისა, ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. და ყოველთა წმინდათა მოხსენებელთა. ვინ არიან ყოველი წმინდანი მოხსენებელი? წმინდანი. თავნი, თვისნი და ურთიერთნი. ჩვენ ვამბობთ ხოლმე თავნი, თვისნი და ურთიერთარს. ეს ძველი ქართული გამოთქმაა, შეცდომა კი არ არის, მაგრამ ახლა უფრო გასაგები რო იყოს თქვენთვის, ამიტომ ვიო თავნი, თვისნი, ანუ მათ ერთმანეთი იმ წმინდანებმა და ჩვენი თავები და ურთიერთინი რა უნდა ვქნათ? ქრისტეს და ღმერთსა ჩვენსა შეუვედროთ. ანუ ის წმინდანებიც და ვაერთიანებთ ყველას, ყველა წმინდა ღვთისმშობელს და მე ყველა წმინდანს, რომ ესე იგი შეავედრონ ჩვენი თავი ქრისტეს. ეს არის ეს მუხლი, ასე უნდა გესმოდეთ და ასე უნდა იგებდეთ ამის. და ბოლოში ასამაღლებლით მთავრდება, რამე თუ შვენის შენ და ყოველი დიდება, ეს პირველი ასამაღლებელია, შვენის შენ და ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისხას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ჩვენ ეხლა ამ კვერექსის თქმით პირველ საფეხურზე დავდექით. ეს არის პირველი საფეხური, რომელსაც ქვია პირველი აღსავალი. რას ნიშნავს ეს აღსავალი? აი რაღაცას მაღლა რომ მიდიოდი, მიხვედი და პირველ საფეხურზე შედექი. აი ამ კვერექსის დასრულებით შენ შედექი პირველ საფეხურზე. პირველი აღსავალი დაიწყო 102 ფსალმონის კითხვით გაგრძელდა უბრალოდ. გაგრძელდება რომელ ფსალმონზედაც შემდეგ შეხვედრაზე შეგვედა, იმიტომ რომ აღარ მინდა დაგღალოთ ძალიან, იმიტომ რომ უკვე საათი თითქმის გავიდა და ეხლა შეკითხვებით უდანავთ იმათი პასუხებ და თან გეტყვით რომ ეს 102 ფსალმონის სახლში აუცილებლად წაიკითხეთ და მე გირჩევთ რომ
თუ გაგიჭირდება გაგება თანამედროვე ქართულად წაიკითხო. თუმცა კი თუ ნელა კითხულობ აბსოლუტურად ყველაფერი გესმის. მე აი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით. ასმეორე ფსალმუნი არის ესეთი შინაარსის. აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება სახელსა წმინდასა მისსა. აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა. რომელმან გილხინა შენ ყოველთა ურჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველის ნევლებანი შენი. აქ ხო რა რამე გავუგებად. აბა ახლა ასე რომ გითხო, აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება შენ სახელსა წმინდასა მისსა და ხო გესმის მაშინ არაფერი. აი მე გირჩევთ რომ ასე წაიკითხოთ და თუ მაინც რაიმე გაუგებარი დარჩება, აი ეს გაუგებარი მე უკვე თანამედროვე ქართულად წაიკითხოთ რომ რაღაცა ვერ გაიგეთ. მე ამ ფსალმუნის განმარტებას შემდეგ იმაზე კი არ ვაპირებ, უბრალოდ გადავხედოთ რომ რას ნიშნავს რომ ამ ფსალმუნით მე ერთ საფეხურზე ავდივარ. ეს ტრადიცია სხვათა შორის მინდა გითხრა ძველი აღთმის ეკლესიიდან არის შემორჩენილი. ძველი აღთმის ეკლესიაში იყო 15 საფეხურიანი კიბე ასასვლელი. საიდან ვიცით რომ 15 საფეხური? იმიტომ რომ ფსალმუნთა მე-18 კანონში არის 15 ფსალმუნი. იწყება 119-ით და მთავრდება 133-ით. მე-18 კანონი გადახედეთ თქვენ თვითონ და ნახავთ. აბსოლუტურად ყველა ფსალმუნის სათაური არის აღსავალი. აბსოლუტურად ყველა ფსალმუნს თავზე ასე აწერია. აღსავალი. მე-18 კანონის ყველა ფსალმუნს. ეს იმას ნიშნავდა, რომ როდესაც მიდიოდნენ ტაძარში, იყო ასეთი მსახურების წესი. პირველი მღვდელმთავარი შედგებოდა პირველ საფეხურზე და 119 ფსალმუნს იტყოდა. მას გუნდიოდგა ორად აუცილებლად ანტიფონური იყო გალობა, ორად იყო გაყოფილი, ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ. ეს ანტიფონური გალობაც იყოფოდა ხოლმე ძალიან საინტერესო იყო. აი მუსიკალური თვალსაზრისითაც როგორი საინტერესო იყო, იცით? აი თუ არის აქ ახლა კარგი ისე გეტყვით, ზებირად. მაგალითად 59 ფსალმუნში არის ესეთი რა. არა, ის მაინც მინდოდა რაღაცა წიგნი და ვერ დავინახე უცბად. ისე გეტყვით, ზებირად. 59 ფსალმუნი არის მეორე მოსვლაზეა პირდაპირ გეტყვით, რომ მეორე მოსვლა განკითხვაზეა, ქვეყნიერების განკითხვაზეა და როგორ ელაპარაკება ღმერთი მართლებს და როგორ ელაპარაკება ღმერთი ცოდვილებს. ყურეთ, ჯერ მართლებს მიმართავს, რაღაცას ტექსტს ეუბნება, ხოლო ცოდვილთა მათ თქვა ღმერთმა, ანუ ცოდვილებს უთხრა ახლა ღმერთმა. ამ დროს იცვლებოდა მუსიკალური ინსტრუმენტების და იცვლებოდა ტონალობას და გადადიოდა სხვა გუნდზე. რომ ადამიანისთვის ეს აღსაქმელად უფრო მეტად და კარგი გასაგები ყოფილიყო. ამიტომაც ამ საფეხურებზე შედგომას ესე გალობდნენ სწორედ. მღვდელმთავარი იდგა და ამ ფსალმუნებში ჩარჩენილია კიდევ რა სიტყვები, იცით? მშვიდობა ისრაელსა ზედა, რამდენიმე ფსალმუნი ესე მთავრდება. მშვიდობა ისრაელსა ზედა, იყავნ. აი გაიხსენეთ ესეთი ფსალმუნები ხო არის და სინამდვილეში ეს რა იყო, იცით? ფსალმუნს რო გალობდნენ, ბოლოში მოტრიალდებოდა მღვდელმთავარი, ნუ მაშინ ჩუქის გადასახვა არ იყო, ესე ხელებს აღაფრობდა და ეტყოდა, მშვიდობა ისრაელსა ზედაო. ხალხი პასუხობდა, იყავნ, ამინ რა. ხო და ეს ტექსტიც მე ფსალმუნს მიაწევეს. და ფსალმუნი ახლა ესე მთავრდება. მშვიდობა ისრაელსა ზედა და იყავნ. და შენ გონია რომ ეს ფსალმუნს ნუ სინამდვილეში ეს, მაგრამ დანაშაული ამაში არაფერი. 15 აქედან ვიცით რომ ყველას აღსავალი ქვია და ესე გალობდნენ ანტიფონურად, შედგებოდა პირველ საფეხურზე იტყოდა 119 ფსალმუნს, დღევანდელი გაგებით რომ მაშინ ესეთი ნუმერაცია არ ჰქონდა, მე უკვე 120-ს, 121-ს და ჩადიოდნენ ესე 120, შედიოდნენ ტაძარში 133 ფსალმუნის გალობით, რომელიც უკვე მე-15 საფეხური იყო. მე მგონია რომ დღეს აღარ უნდა დაგღალოთ, მეტი ცოტა გაგვიგზავნა კიდეც მე მგონი სიტყვა და ამიტომ შეკითხვები თუ გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ, ოღონდ თუ ვიცი პასუხები. თუ არა და ჩაისმა შეგიძლიათ რამდენი ხანის გენებოთ ხავარია. ზეგი სიტყვა ყველამ შეასრულა პირნათლად. თეონას მადლობა უნდა უთხრათ. ქალბატონ ზაირას ისეთი ჩაიდნისთვის. კიდე ისა ირინეს, რომელიც დღეს არ არის, მაგრამ დაფა აქ არის. ხო და ტატოს გურული ჩაისწის. მოვიდა ნაბრძოლს ამაზე უკეთესი. ეჭვი არ მეპარებს. თეო, შეგიძლია ის გამო. მოვიდა.